გამარჯობა, ეს არის თამაგონებელი პოდკასტი. მე ვარ ტორესა, ჩემ გვერდით არის სანდრო კვიციანი, ჩვენ ვიქნებით ამ პოდკასტის წამყვანები. პირდაპირ გეტყვით, რაზე იქნება ეს პოდკასტი. ეს პოდკასტი იქნება შთაგონებაზე, რომელიც მოდის არა მაინც და მაინც რაღაცა განსაკუთრებული მოვლენებიდან, არამედ შეიძლება მოვიდეს ესეთი მარტივი და მაგრამ საინტერესო და მრავალფეროვანი ნივთიდან, როგორც არის კალამი და როგორც არის ბლოკნოტი. და ძირითადად ვილაპარაკებთ ხოლმე ამ თემაზე, ხელით წერაზე, კალმით წერაზე და ამ სიკეთეზე, როდესაც ამას აკეთებ ყოველ დღე და ყოველდღიურ ცხოვრებაში კალმით წერის დაბრუნებას. თავშივე ვიტყვი, ჩვენი პოდკასტის სპონსორები არიან ინგრეივერი და მანუსკრიპტი. და ჩვენ ვიმყოფებით თამარ მეფის 18-ში კაფე სამკაულში, რომელიც არის ჩვენი მასპინძელი და სწორედ კაფე სამკაულში ჩავწერთ ხოლმე ჩვენს პოდკასტებს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ძირითადი თემა იქნება კალმები და განსაკუთრებით იქნება კალმების ერთი სახეობა, რომელიც მე და სანდროს ძალიან გვიყვარს და ეს არის ჭავლური კალამი. ზოგადად ჩვენი მეგობრობა დაიწყო ჭავლური კალმებიდან. ყველაფერი ზოგადად დაიწყო ჩემთვის უფრო ადრე, როცა ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ TikTok-ზე მელაპარაკა კალმებზე. იმიტომ რომ საკმაოდ სტიგმატიზირებული თემა არის ხოლმე ეს კალმების მოყვარულებს ცოტა გვიჭირს ხოლმე ამის თქმა, იმიტომ რომ ადამიანები მერე ამაზე გეჩხუბებიან რატომღაც, რომ რა ვიცი, ვარაფშავლო სულ არ ქონდა კალამი და შერასწერ ამის თანას და მე ეგეთ რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე. სულ ადრე პირველი ჭავლური კალამი ვიყიდე გერმანიაში 10 ევროდ და ისე შემრცხვა, რომ ჩემს ეს იყო ალბათ 2005 წელი იყო და განცდა მქონდა, რომ მილიონი გადავიხადე და რო ჩამოვედი ვერ ვამბობდი და რომ 10 ევრო მივეც კალამში და მე რო ვამბობდი რაც 5 ევრო მივეც თქო და 5 ევროზეც ქონდა ხარ ხო რამ გადაგრია მიგაცემინა 5 ევრო. ხო და მე აღმოაჩინე რომ თურმე მთელი სამყარო არის და წლებთან ერთად და მოკლედ იმდენად მიყვარს და ჩემთვის ახლა პროფესიიდან გამომდინარე ყოველდღიური ამბავია ხელით წერა. სულ წერ წლებია ჭავლური კალმით. ზოგი პირველად რო გაიგებენ ხო რომანს წერ ჭავლური კალმით, ყველას უყვის რანაირად, მაგრამ ну ჩემს ეგრეა. იმიტომ რომ კალამს და ფურცელთან რეალურ შეხებას მოაქვს რაღაცა შთაგონება და მოაქვს ეს რაღაცა ფიზიკური სიამოვნება და სულ ამაზე მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, რომ მე არ ვამტკიცებ, რომ რაღაც კალმით წერა უფრო პრაქტიკულია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ კალმით წერა უფრო სასიამოვნოა. ხო და ასე იყო რა, TikTok-ზე დავიწყე ჩაწერა, გავუტეხე ნავსი და თქვი რომ მე აი მიყვარს კალმები და მოდი ამას გავაზიარებ და სანდრო დამიკავშირდა და აღმოჩნდა რომ თურმე სანდროსაც უყვარს კალმები კი არა, სანდრო მისის ჩემზე ბევრად მეტი კალმებზე და მე ესე დავმეგობრდით რა. და ეხა ბოლოს გადავწყვიტეთ რომ მოდი კამერები ჩავრთოთ და ვისაც ეს თემა გაინტერესებთ შეგიძლიათ თუ გვიყუროთ და ვეცდებით რომ სასარგებლოები ვიყოთ და ისეთ რაღაცები მოგიყვეთ, რაც როცა ამ გზას იწყებ, ცოტა რთული გასაგებია ხო. ისეთ წინა თემას რო დავუბრუნდეთ, ეხლაც არ მალავ ხოლმე კალმის ფასებს. ბიჭო, კი, ზოგჯერ ხო. ოჯახში რო არ გაგიგონდა რა. არა მარტო ოჯახში, ანუ ზოგჯერ მართლა ხა უხერხულად ჟერს. ნუ იცი რა არის იმდენად მიუჩვეველია საზოგადოება ჩვენთან, რომ ეს რაღაც სიგიჟეთ ჩანს რა, რომ აუ როგორ გადაიხადე კალამში ამდენი და რეალურად არ არის რა ეგეთი ის რა ვქო. კი, თან რეალურად შენმა გამოჩენამ TikTok-ზე მე დამარწმუნა იმაში, რომ მარტო არ ვარ. ეს ერთი დადებითი მხარე რაც დავიჭირე ეს იყო და დაკავშირებაც რო აღნიშნავდა დამეგობრების ეტაპიც რაღაც 1 საათში მეგობრები გავხდით და თან ისიც აღვინიშნავს რომ რეალურად კალმის მე მგონი სოციუმი ძალიან მარტივად შეიძლება დამეგობრდეს, ანუ იმდენად ინტერესის სფერო რო ერთია და იქ თანაკვეთა რო ბევრია, ასე ვთქვათ, მარტივია შემდეგ მეგობრობაც და ეს განცდა მე ნამდვილად ვქონდა. და მას შემდეგ რეალურად ეხა ისიც უნდა აღვნიშნო რომ ტორესამ დამაძალა ჩემ მეუღლესთან ერთად რომ დაიწყე ვიდეოების ჩაწერა შენც და იმიტომ რომ ამაზე სულ ის ვქონდა გახსოვს ხომ გეუბნებოდი კიდეც რომ რა ვიცი გამოვჩდე არ გამოვჩდე ხა ვიღაცა მეც არ ჩამცხოს თავში რა კალმებზე ლაპარაკობ აგერ რაღა დროს კალმებია მაგრამ რეალურად ხო მას შემდეგ ერთობლივი ძალებით ბევრი ჩვენაირი აღმოვაჩინეთ. კი, თურმე არც ისე ცოტანი უყოფილო.
თურმე. იცი რა იყო, მე განცდა გამიშთა ვიდეო რო ავტვირთე და უსვათ რო დავინახე რომ რაღაცა 50000 ნახვა ქონდა. უსვათ მივხვდი რომ ბიჭო არც ერთი გიჟი ყოფილვარ თქვა, ვიღაცებს აინტერესებთ რა. ნუ კი ეს რა მე მესმის და არასოდეს არ ბრაზდები მაგაზე. ვინც მაგას წერს რო რაღაცა თავარია რას წერდა არა წერდა რაღაც ეგ არ მაგიზიანებს ვიღებ. რავი ვაჟაფშაველა რო იყო ალბათ ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა მართლა ნახშირით დავწერდი და რა თქმა უნდა. რო არა ვაჟაფშაველა მაგინო მჭირდება. ნუ იმ დროსთან ზოგადად ჭირდა ფურცელი ჭირდა მაშინ საერთოდ კალავს ვინ შევის ეხა რეალურად. გალაქტიონის ამბავიც ეგრე იყო ფურცელი არ ქონდა ნახევრად კაც თითქმის და ძლივს მოიპოვებდა, მაგრამ დღეს რეალურად წერა სწორედ აღნიშნა და მაგაში აბსოლუტურად გათანხმები რომ კალმით წერა არის დღეს ერთგვარი თერაპია და სიამოვნება, იმიტომ რომ იმდენი გაჯეტი არსებობს და ეხა წერის რა ვიცი, უამრავი საშუალება რომ რა თქმა უნდა პრაქტიკული შეიძლება გაცილებით ლეპტოპზე აკრეფვა იყოს, ხო? ეს ცალსახადესია, ამაში არავის არ ვეწინააღმდეგეთ, მაგრამ სწორედ ამ დროს კალმის ამ კომპანიებმა იპოვეს ეს ხაზი და განვითარება, რომ დღეს შეგიძლია წერო თერაპიისთვის. თან რამდენი დასკვნა არსებობს რეალურად, რომ ჭავლური კალმი და ზოგადად კალმით წერა, რამდენად დადებითად მოქმედებს სხვა ადამიანზე, მეხსიერების მიმართულება იქნება ეს თუ შთაგონების მიმართულება, შეიძლება რა ვიცი ისეთი მუზა წამოიღოს, ნუ ბევრი რამ, რასაც კლავიატურაზე წერის დროს ვერ იზავ. რაღაც ნაწილი შეიძლება იქაც მოახერხო, აქაც გადაჭრით რო არ ვთქვათ არ მინდა და ამიტომ, თუმცა კალმით წერის დროს დამეთანხმები რომ გაცილებით მეტი მოდის რა. ბიჭო კი და იცი რა არის მე სულ მეგონა რომ მე ეს რომ ამბობდი ხა ამას ხო ვერ ამტკიცებ რა და ეხა დაიდო ძალიან ბევრი კვლევა რა და აღმოჩნდა რომ თურმე ტყუილა არ ვამბობდი ეხა ის არის რომ პირდაპირ აჩვენებს რომ როცა ხელით წერ არ აქვს მნიშვნელობა ფანქრით წერ კალმით წერ ან თავარია რომ ფურცელზე წერ რაღაცით ამ დროს ტვინის ის უბნები აქტიურდება, რომლებიც და პასუხისმგებელი არის მეხსიერებაზე და შემოქმედებითობაზე რა. და ამიტომ ეს არ ყოფილა ჩემი აკვიატება და არ მეჩვენება რა. იმიტომ რომ მე სულ ამბობდი ხოლმე რომ რაღაცას როცა წერ ის აბსოლუტურად სხვანაირად მამახსოვრდება რა. აი ფურცელთან რო ვფიქრობ, აბსოლუტურად სხვანაირად ვფიქრობ. ვიდრე ზეპირად. ან აი ვიდრე კლავიატურაზე და მე აი წერა რო დავიწყე მალევე მივხვდი მაგას, იმიტომ რომ კლავიატურაზე დაწერილი ტექსტის აბსოლუტურად სხვა დინამიკა აქვს და კალმით დაწერილი ტექსტს აბსოლუტურად სხვა დინამიკა აქვს. ეხლა სხვისთვის რა თქმა უნდა ეგ გაუგებარია, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ვიცი. ეგ იმიტომ რომ ვკითხულობ ამ ტექსტს, ეს რაც დავწერე და ამას რაც დავწერე, ანუ ხვდები განსხვავება რა არის რა თვითონ პროცესი. ან პროცესი მკარნახობს რაღაცნაირად განსხვავებულ რაღაც. არის რაღაცები ხარ, მაგალითად სცენარს ახლა ფურცელზე არ ვწერ. იმიტომ რომ სცენარი ისეთ რაღაც არა, ერთ დრაფტს აკეთებ, მეორე დრაფტს ბან, ბევრი წაშლა ის გიწევს და ამიტომ ეგ სხვა პროცესია რა, მაგრამ ხატრულ ტექსტს ყოველთვის ხელით წერ, რა მოთხრობასაც, რომანსაც, აი აბსოლუტურად. კი, თან ხა ეგ შენზე კარგად ვინ იცის, პრინციპში, რასაც შენ წერ, არ ვიცი, მე გეტყვით რომ ძალიან ბევრს წერს, არ ვიცი. სასწავლო რაოდენობას. მე დღეში სულ ვაწარმოებ ორ ჟურნალს, ასე რომ ვთქვათ რა, ორ ბლოკნოტს, ერთი არის ბულეთი, რომელიც შენ მაჩუქე და მე ერთ-ერთ გადაცემაში აუცილებლად ამაზეც ვისაუბრებთ. და ერთი არის მანუსკრიპტის ეს საჯიბე, რომელიც ყოველდღიურად მაქვს და აქ 1000 სისულელი ეს რო გადაშალო, ალბათ ვერ მიხვდები საერთოდ, ან კი გაარჩევ რა წერია, მაგრამ აზრს ვერ გამოიტან ალბათ. თუმცა დაგეგმარებაში ძალიან მეხმარება. თან რაღაც ვარიანტი არის ხოლმე ბრეიქის მომენტიც, რომ იმასვენებს. თითქოს ფიქრს ვიწყებ, არ ვიცი. სხვადასხვა ეხა გამახსენდა იტალიდან რო ბრუნდებოდი ეგ აუროს აეროპორტში რაღაც გადაჭრილობაში დრო მქონდა და დავჯიქით ხომ და მარიამ ბიჭი დავიწყე წერა ანუ თბილისში რო დავბრუნდებოდი რა და 32 ტასკი ჩამოვწერე რა იმდენად დალაგებულად ეწერა რომ ჩამოვედი არც ერთი არ შემიცვლია რა როდესაც კლავიატურაზე ვწერ და უშუალოდ აუცილებლად delete მე ისე ვწერ და ეს აი თითქოს კალმით რო წერ ეს გადაშლაც იმდენად გეზარება და შემაწუხებელი არ ეხა რომ გადაშლ ფურცელზე ხო რომ თავიდანვე ღრმად ვფიქრდები რა დაწერო. რაც კლავიატურაზე არ არის, კლავიატურაზე რეალურად ხო დაყრი 1000 სისულელია, შეიძლება წერტილმძიმეც არ დაიცვა, მე წაშალო და ისევ. და პლუს ამას ახლა იმას დავამატებდი რომ ისიც ოფიციალურად დადასტურდა რომ პიქსელზე გაცილებით კაშკაშა ფერი გამოდის ფურცელზე მელანი რა, ანუ ვერაფრით ვერ მიიღებ იმ ტექსტურას, ანუ იმ ფერთა გამას პიქსელით, რასაც რეალურად კალმით, იმიტომ რომ თან შენ მithumetes ყველაზე კარგად იცი, იმიტომ რომ დაახლოებით წერ ყოველდღიურად ალბათ 5 კალმით, რაც მე ვიცი და ზოგჯერ მეტითაც და 5-ვეში სხვადასხვა ფერის მელანი გაქვს
გამოყენებული. ეს გაძლევს შენ დიდ შესაძლებლობას, რომ კარგად გამოყო ყველა ტექსტი, ყველა ნაწილი, არ ვიცი, იქ უკვე შენ ანაწილებ რა და მე როდესაც კითხულობ, ისიც რომ მარტივად წაიკითხო. იმიტომ რომ ფერადი მელნის დანიშნულება სწორედ ეგ არის, იმიტომ რომ ადამიანს დღემდე გონიათ, რომ ლურჯი უნდა იყოს აუცილებლად მელანი. ლურჯი და შავი. ხო, ეს ნოტარიუსის ამბავი არის, ხო და დანარჩენი ფერებზე ისეთი არის. ეხლაც იმიტომ ჩვენ მაღაზიაში რო ჩამოვიტანეთ, ძალიან უჭირს ფერად მელნებს, პირდაპირ გეთქვა, აი იასამნის ფერი ულამაზესი არის. იდება კიდევ არაუშავს, იმიტომ რომ მაგასაც ალბათ ვაბრალებ იმას, რომ ლურჯთან ცოტა ახლოს არის თქო და აი უკვე მკვეთრად რომ მწვანეზე გადავიდეს ადამიანი და თუნდაც წითელზე ძალიან ჭირს, არა და ვივა მაგნეტაც მონტევერდეს როგორი ლამაზი ფერია, სასაულია. ჩემ 156-ში ვიყენებ ვივა მაგნეტას და ანუ ულამაზესი ფერია, ულამაზესად ჯდება. მოდი ადამიანებს უთხრათ ისიც, ახლა მე და შენ კი ვიცით, მაგრამ ყველა მარიცის სანდრო წარმოადგენს ინგრეივერს. ინგრეივერი არის საქართველოში ორი ტოპ კალმების წარმოებელი ბრენდის ვისკონტის და ავრორას წარმომადგენელი. გარდა ამისა არის მონტევერდეს წარმომადგენელი, სკრიქსის წარმომადგენელი, ჩერუტის წარმომადგენელი. ანუ ბევრი ასორტიმენტია, თუმცა ვისკონტი და ავრორა რო ავხსნათ, რავი, ფერარი და ლამბორგინი არის კალმების სამყაროში რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ბრენდის საქართველოში ოფიციალურად არსებობა. ხო, მანუსკრიპტი შევქმენით, ესე იგი ეს არის ესეთი ტყავის მრავალჯერადი გამოყენების ბლოკნოტი, რომელშიც შეგიძლიათ ჩააშენო სასურველი რაოდენობის წიგნაკები და რვეულები. ამაზე მე დროთა განმავლობაში უფრო დეტალურადაც მოვყვები, მაგრამ მთელი ჩემი ტანჯვა 20 წლიანი ხელით წერის და რატო ვამბობ ტანჯვას, იმიტომ რომ ну აი ყველა ბლოკნოტს რაღაც ან აკლია, რაღაცით მოუხერხებელი იყო, რაღაც და აი მთელი ეს რაღაც გამოცდილება მოვაგროვე და ამ ბლოკნოტში ჩავაქსოვე ყველაფერი, რომ იყოს ისეთ. მათ შორის აი მელნებზე რო ლაპარაკობთ, ხა მაგან წამოიღო რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა ამ კალმებით წერ და მრავალფეროვანი მელნებით წერ, ეს მელნის ფერი კარგად იყოს გამოხატული, იმიტომ რომ ყველა ფურცელი სხვადასხვანაირად იშრობს, სხვადასხვანაირად გამოხატავს, შეიძლება ის ფერი ვერ მიიღო, რაც საჭიროა, თუ არასწორ ფურცელზე წერდა. ნუ აქ გამოვიყენეთ უკვე ტომოერივერის ქაღალდი და ტომოერივერის ქაღალდი გარდა იმისა, რომ არის ყველაზე თხელი ქაღალდი, რომელიც სპეციალურად კალმით წერისთვის არის შექმნილი და ყველანაირ კალამს და მელანს უძლებს, ზუსტად განმოცემს მელნის ფერს და ესეც იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგადად ეს სამყარო არის ძალიან მრავალფეროვანი კალმების რა და მაგრამ ერთი პრობლემა არის ეგეთი, რომ დედა ჩემს აქვს მოკლედ დედა ჩემს არ უყვარს ჩავლური კალმები, იმიტომ რომ მის ახალგაზრდობაში საბჭოთა კავშირში რა კალმებიც არსებობდა, ყველაფერი იყო კატასტროფულად ცუდი. ჩანთებში ეღურებოდა. ხო, ზონავდა და რაღაცა და მე სულ ეუბნები ხოლმე რომ დედა, ეს კალმები ვაფშე სხვანაირია, ანუ ამ საერთოდ არ აქვს იქ პრობლემები და ეს რატომღაც ბევრგან შემხედრია, რომ ესე იგი ამ კალმების მიმართ არსებობს ეს რაღაცა დარჩენილი ეს შიში, რომ ის არის ცუდი. დიდი გზა გაიარა ჭავლურმა კალმებმა რა. სანამ აი ხო ვითომ არაფერი, ამ მარტივი ნივთია, რაღაც წვერია, შიგნით მელანია, ხო აი ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი გზა გაიარა ჭავლურმა კალამმა იმისათვის, რომ ესეთი ყოფილიყო რა. პირველი პატენტი წეგან იხსენებდა. 1809 წელს იყო კი. და ეს იყო უბრალოდ წვერი. ანუ ტარის მე ტიპაჟი და აი შემდეგ 1894 წელს იყო მკვებავის პატენტი, რომელიც ვოთერმენმა კი. მოკლედ ვოთერმენი იყო, ეგეთ ბრენდი არსებობს, ჭავლური კალმების, ეს არ არის ვოთერმენი, ჭავლური კალმების ბრენდი არსებობს და ვოთერმენი იყო ის რა ქვია, სადაზღვევო აგენტი. და მოკლედ ამ კაცს ძალიან ხშირად უწევდა ხოლმე ოფისიდან გარეთ გასვლა, ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და მოკლედ კალამი იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი და იმ პერიოდში მოკლედ ეხა როგორც არის ეს წვერი ზის მკვებავზე. და ეს მკვებავი ანაწილებს მელნის ნაკადს ისე, რომ ზუსტად იმდენი წამოვიდეს, რამდენიც შენ გჭირდება და არ დაიღვაროს. რა და მაშინ ეს მკვებავი არ არსებობდა, იყო უბრალოდ რეზერვუარი, რომელშიც ესხა მელანი და წვერი. და შესაბამისად ძალიან ხშირად იღვრებოდა ხოლმე და ჰქონდა ეგეთი პრობლემა, რომ ამ ხელმოწერის დროს ხშირად თლიანად კონტრაქტები უფუჭდება და მოკლედ დაიტანჯა ეს კაცი და რომ დაიტანჯა ეს კაცი მოიფიქრა ეს მკვებავის არსებობა. ამ მკვებავმა საერთოდ შეცვალა კალმების სამყარო რა. ძალიან ვოთერმანს ძალიან დიდი როლი აქვს სამაში.
Waterman-ს დიდი. მაგით უწდება ხოლმე გული დღევანდელ Waterman-ის მდგომარეობას. ნუ დღეს Waterman-ი ის იმ სიმაღლეზე არ დგას, რა სიმაღლეზეც უნდა იდგეს ამ გამოცდილების და ისტორიის მქონე ბრენდი. ისევე როგორც პარკერი, აი ძალიან ხშირია ხოლმე რომ საქართველოში რაც Rolex-ი და პარკერი ყველა ვიცის, მაგრამ ნუ პარკერი არ არის დღეს. არა და პარკერსაც რამდენი წვლილი აქვს? არა, რა თქმა უნდა, ანუ თუ folding ყველას გვიყვარს და ასე. ხო, თან ყველა თითქმის სოფლიოში არსებული, თუნდაც ნატოს ხელშეკრულება პარკერით არის დადებული. For freedom and for peace. Force between the states which have ratified it. თან ეგ შემთხვევით არ იყო იმ დროისთვის დუოფოლდი ის მოდელი, რომელიც პარკერის გამოყენებული იქნა ნატოს ხელშეკრულებისთვის, გატესტილი იყო როგორც ყველაზე მდგრადი კალამი, ანუ ჭაულური კალამი, რომელიც არ ჟონავდა. ანუ ამ მიმართულებით შეირჩა, თორემ იმიტომ რომ პარკერი იყო, მაგიტომ არა. თორემ მაგ დროს ახლა Waterman-იც ძალიან დიდ საფეხურზე იდგა და უკვე აღმოცენებული ბრენდები იყვნენ, Montblanc-ი უკვე Meisterstück's კოლექცია ჰქონდა და Aurora უკვე 88 აწარმოებდა, მაგრამ რამხელა ის ჰქონდა. მაგრამ პარკერი ჩემი აზრით ხო ეხა არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, მაგრამ ყველაფერს უნდა შევეხოთ. სუდიც უნდა თქვოთ, კარგი. რა თქმა უნდა. რეალურად ამდენმა წარმოების გადატანა, გადმოტანამ, არ ვიცი, ამერიკაში აწარმოეს, მერე ბრიტანეთში აწარმოეს, საფრანგეთში დაბრუნდნენ და რაღაცა ვეღარ გაერკვნენ რა მიმართულებით ეარათ ალბათ. ხო, აი ბოლო სკანდალი მახსოვს პრინც ჩარლზს რო დაეღვარა ხელმოწერის. და ეგ ძალიან დიდი სკანდალი არის. დიდი სკანდალი იყო მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბრიტანეთში არსებობს კიდე ცალკე სასაქონლო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ ბრენდებს, რომელსაც სამეფო ოჯახი იყენებს და ამ ბრენდის დაკარგვა ბრიტანეთში ძალიან ცუდი არის ბრენდისთვის და მოკლედ კადრში ჩანდა როგორ დაისვარა, ასე ვთქვათ და ძალიან ცუდი იყო და თან მეფემაც შეიმჩნია რა ეს ჭირს ჩემ კალამსო და მოკლედ ჭაულურ კალამს ეგეთი რაღაცები თანამედროვე ჭაულურ კალამებს აღარ ემართება და თუ ემართება ძალიან ცუდია და შესაბამისად რეპუტაციას ძალიან კარგავს. მოკლედ Rolex-მა Rolex-ი რა შუაში პარკერმა და ამ თვალსაზრისით სერიოზული უკუსლა განიცადა და ამიტომ ახლა ის არ მინდა გამომივიდეს, ვისაც გიყვართ ეს ბრენდი და ბევრს უყვარს ჩემ გარშემო და ბევრსაც აქვს. რა თქმა უნდა, პარკერია, რა თქმა უნდა, ლეგენდარული მოდელია, თუმცა თანამედროვე და დღევანდელი მოცემულობით მთლა ისეთი პოზიციაც არ აქვს, თქვათ, როგორც სხვა. ხო, ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ ეს იცვლება რა, მართლობა რომ ეცვლებათ, ეს ძალიან მოქმედებს მათ ფაქტია რა. ეხლა მათ შემთხვევაშიც ეს არის. ანუ როგორ შეიძლება რომ პარკერის დაუშვათ იგივე წინა კოლექციები, რომელიც UK-ში იწარმოებოდა, დუოფოლდზე ეხლა აქცენტი, უფრო მეტად ძვირი ღირდეს, ვიდრე დღეს რასაც აწარმოებს, მეორადი ის არ ვიცი შეიძლება სარესტავრაციოც იყოს უფრო ძვირი ღირს ვიდრე დღევანდელი გარკვეული მოდელები რასაც აწარმოებს. კი, ახლა მასე ის რა ქვია, ისევ Edison-ს ვახსენ. Waterman-საც ეგ ჭირს რა, Waterman-ის Edison-ი მოდელი ბევრად უფრო ძვირფასია ვიდრე მთელი სეტი, რომელსაც ახლა აწარმოებს რა. და ხო, ძალიან მიყვარს Edison-ი მაგარი. მაგრამ სამაგერად ისიც უნდა თქვათ, რომ გზა გაუკაფეს ისეთ ბრენდებს, რომლებიც დღეს არიან გიგანტები, ხო, Montblanc-ი არ ვიცი პილოტი Aurora, Visconti, Visconti-ზე ალბათ საერთოდ ცალკე ვისაუბრებ ჩვენ აუცილებლად. მე მიყვარს მაგალითად, მაინც მაქვს Waterman-ი. არა, რა თქმა უნდა. და ანუ ხო, რა მიყვარს როგორც ბრენდი და ნუ მარტო ყველაფერს თავიდანებო ეს ფიდის გამოგონება ისეთი მნიშვნელოვანი დამსახურება არის, რომ მარტო მაგის გამოც ექნება კოლექციაში სულ რა. ამიტომ გარკვეული ფაქტები არის, რაც გაყვარებს რა მოდელს. ეგრე არის. ეხლა Aurora მე იმიტომ შემიყვარდა, რომ ესე იგი 88 ნომერი იყო პირველი სრულყოფილი piston filler-ი, ანუ დგუში სისტემით ჭაულური კალამი. და იმ დროისთვის თან ისე მუშაობდა ეს დგუში სისტემა, რომ აი წარმოუდგენელ არღური და ესე იგი კარგად იწოვდა სადღაც 0.1 მგ-ს იწოვდა მელანს, რაც იმ დროისთვის ძალიან ბევრი იყო და ხო, არ ისვრებოდა, ძალიან კარგი section-ი ჰქონდა და ძალიან ისე განავითარა და მაგიტომ მე შემიყვარდა.
მე აი ვისკონტზეც მაქვს ჩემი აზრით, ყველა ბრენდზე მაქვს რა ესე რომ ვთქვათ, რომ რატომ და რის გამო აი ახსნა შემიძლია ყველა ბრენდზე. ძალიან არ შევიდეთ მე აქვე ვეთყვი ხალხს, რომ სანდრო არის საქართველოში ერთადერთი ოსტატი, რომელსაც მე ვიცნობ კალმების, ამ გარდა იმისა, რომ კალმების მოყვარულია, კოლექციონერია, ამავდროულად არის ძალიან კარგი ოსტატი და მათ შორის ნიბ მასტერიც და სანდრო რო გავიცანი, მოკლედ მე მქონდა ერთი სავალალო ისტორია. გამიტყდა ჩემი საყვარელი 146, რომლითაც წერდი ხოლმე და ამ კალმის გაგზავნას სარესტავრაციოდ ვაპირებდი თურქეთში, რომ გავიცანი სანდრო და სანდრო მე 146 მთლიანად მაჩუქა, სხვა ცალკე ამბავია. იმიტომ რომ ის ისე იყო დაზიანებული, რომ აღარ გაკეთა. მაგრამ ზოგადად აღმოჩნდა, რომ სანდრომ კალმის სანდრომ სიღრმისეულად იცის კალამი. ამიტომ მაგ სიღრმეებში მე ეტაპობრივად შევიდეთ და დღეს არ დავუღალოთ ხალხი მაინც და მაინც. მოკლედ ჩვენ გვექნება ხოლმე კონკრეტულ მოდელებზე ლაპარაკი, სადაც ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ კონკრეტულ მოდელებს, კალმებს. ეხლა დღეს მაინც უფრო პირველი გადაცემაა და მოვითელოთ ზოგადი ამბებით და ხო აი ეგ არის ხოლმე კიდე ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რითი იწყებ რა. ეხლა ჩემი პერსონალური ამბავი იყო სტუდენტობისას დეიდამ მაჩუქა ძველი ჩინური, მოკლედ საბჭოთა კავშირში ეს როგორც ველოსიპედებს ვერ აწყობდნენ ხარისხიანს, ჭავლურ კალმებსაც ვერ აკეთებდნენ ხარისხიანს. ნუ მარტო იარაღის წარმოება შეეძლო მაგ ქვეყანას, არ ვიცი რამდენად ხარისხიანის, მაგრამ ეგრე გამოდის რა და მოკლედ საბჭოთა კალმები იყო საშინელება, კატასტროფა, ჯოჯოხეთი და ყველაზე კარგი იყო ჩინური კალმები. რაც შემოდიოდა და მოკლედ დეიდაჩემს ჰქონდა შენახული, მე რა თქმა უნდა სტუდენტობა საბჭოთა კავშირში არ გამიტარებია და ეს ძველი შენახული კალამი მაჩუქა და ნუ დავიწყე ამით წვალება. მეთქი ამით როგორ წერდნენ ასაშინელება თუ რაღაც და აი მე ვიყიდე უკვე გერმანიაში ჩემი პირველი ლამი იყო, ლამის საფარი, ესე თელათ ევროდ. ხო, 10 ევროდ ფასდაკლებით. ისე 25 евро ღირს ხოლმე რა სტანდარტულად. მაშინ თან ცოტა იაფი ეღირებოდა, მოდი ესე ვთქვა. ხო, შეიძლება. ხო, შეიძლება. მოკლედ 10 ევროდ ვიყიდე მე. და ეს იყო და ნუ ის რომ გავუშვი და დავიწყე და მივხვდი რომ ეს არის კალამი. და ვერავინ ვერ მიხვდებით მაგას თუ ჭავლურ კალმით არ გიწერიათ ან მარტო ბურთულიანი კალმებით წერთ. აი მაგ განსხვავებას ვერ იგრძნობ სანამ კალამს არ გაუსვავ ფურცელზე რა. და აი რომ გავუშვი და მოვიწამლე. მან მოვიწამლე ეგრევე და ეს ძალიან დიდხანს იყო ჩემი საყვარელი კალამი და მე მეგობარმა მაჩუქა 146 და 146 იყო ჩემი პირველი პისტონფილერიანი მექანიზმით კალამი, რომელსაც ძნელად გავუგეთავები და ბოლო და არ ვიცოდი რომ თლათ ეს კალამი ტყეში არ უნდა წამეღო და მოკლედ სავალალოდ გამიტყდა ქვაზე დაცემის შედეგად. რომ გავიგე ჯიბეში ეგ გატეხვის ხმა, ვიფიქრე რომ ღმერთო ოღონდ ჩემი ძვალი იყოს და კალამი არა თქო. დავიშთა კალამი. და ამიტომ დღეს ურჩევ ყველას ურჩევ ხოლმე რომ რაც ცოტა იმით დაიწყონ რა. ნაბიჯ, ხო, ჯობია. კი, თან მაგის შესაძლებლობას რეალურად ჩვენი მაღაზიებიც აძლევს, იმიტომ რომ ხო, ისე არის წარმოადგენილი რომ შეგიძლია მიყვე და მიხვიდე. ხო, ანუ პირდაპირ არ ეცე რაღაც ძვირიან მოდელს, იმიტომ რომ როცა არ იცი და არ გამოგიყენები და ეხად გავნაბიჯებს, ნუ დიდი შანსი არის რომ რაღაცები გააფუჭო რა და ჯობია გააფუჭო ხა 100 ლარიანი კალამი ვიდრე 800 ევროიანი კალამი, ანუ ლოგიკური. რაღაც ავტომობილის მაგვარია მექანიკა რომ დაისწავლო ჯერ რა და მე რომ უნდა მიხვდე. ხო, პირველი მანქანა რომ ცუდი უნდა ყავდეს, რომ არ დაგენანოს რა, იმიტომ რომ აუცილებლად მიარტყავ, გაუსვამ, რაღაცას დამართებ და ნუ ჯობია რომ ეს პირველი რაღაცნაირად ესე მოვინე. ხო და ნუ აი კალამიც რაღაცა ეგეთი ტიპია რა. ეგ იყო ჩემი გამოცდილება, ის რა ქვია. ხო, ნუ ჩემი ეგრე იყო რომ მამისგან დამრჩა კალამი, რომელიც შემდეგ გაყიდვა მინდოდა, მე არ გავყიდე, იმიტომ რომ სათანადო ფასი მე მეთქი მოდი გამოვიყენებ, ვახ ეს რა ყოფილა და ეხლა რა მინდა იცით, ან რადგან საუბარი მოიტანა, აი მინდა რომ რაღაც ცოტა ჩვენ განსხვავებაზეც ვისაუბროთ რეალურად. მე კალამს ამავდროულად ვუყურებ, ნუ შენგან განსხვავებით, იმიტომ რომ შენ ყველა კალამს უყურებ საწერად. ანუ ნებისმიერ 10,000-იანი კალამიც რო დაინახო და ხელოვნების ნიმუშია, აუცილებლად შენ თავში გაივლის ერთი ფიქრი, ეგრევე ყისვე, რომ ნეტა როგორ დაწერს ეს ახლა რა. ჩემში ეგ ემოცია, აი 10 ანუ სიტყვაზე 10,000 დოლარიან კალამში არ იქნება. ანუ მე პირდაპირ გავიფიქრებ ეს როგორ უნდა შევინახო. ანუ ხვდები, ანუ იმიტომ რომ კალმის მიმართულებად სამხრივად, ანუ ენთუზიასტები ხო ვართ და არიან მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით და ვიყოფით კიდევ რა, ანუ რეალურად არის ხალხი, რომელიც
შეიძლება არ წერდეს ყოველდღიურად კალმით, მაგრამ აგროვებდეს კოლექციას. იმიტომ რომ ძვირფასი ნივთია, ამის თქმაც მინდა რეალურად, რომ მართლა ეგრეა რა, ეხლა რაღაცა კალამს როდესაც ყიდულობდა ღირს სიტყვაზე 500 ლარი ან 1000 ლარი, უკვე ხელში შენ გრძნობ ამას. და ეს იმდენად მოგწონს, რომ ხანდახან საწერადაც ვერ იმეტებ. ანუ ეს თავიდან პატარა ბარიერები ხომ არსებობს, რომ აი დავწერო თუ არ დავწერო. ნუ ეხლა წერითაც რომ წერ კარგია, მაგრამ რაღაც ბარიერს მაინც გიქმნის, იმდენად ხარისხიანი ნივთი გიჭირავს რა ხელში. ან თან იცი რა არის, მე მაგ ხოლმე ძალიან ის რა, საქართველოში ამის კულტურა არ არის და ცუდია რომ არ არის, რომ მაგალითად ადამიანი მოდის, უკეთია მაგარი საათი, აცვია მაგარი პიჯაკი და უსვათ ჯიბიდან აძროს 20 თეთრიან კალამს და იმას რა ქვია რაღაც ჩინურ, ანუ კაი ჩინურსაც არა, მაგრამ უხარისხო ბლოკნოტს რა და ეს დაახლოებით აი ისე ჩანს, აი მართლა ესე გვხდება თვალში, როგორც რავი აი რაღაც Rolls-Royce-დანო ტალახიანი ბოტებით გადმოდის, აი ძალიან საშინელებაა რა, რეალურად, ანუ არაფერს არ შეესაბამება და ნუ აი ყოველთვის ცუდად ჩანს რა. მე რეალურად ნახე ეგ მოგიყევი კიდეც გახსოვს, ყაზბეგზე ვიჯექი პოლში გარეთ და მან ხო ვიტრინა არის და შიგნით ეგრევე ხედავ, ყავას ვსვავდი ეს პირდაპირ. მანდილოსანი იჯდა, ძალიან ახლოს არის ეგ ვიტრინა თან. ისეთი კარგი Rolex-ი ეკეთა, ეხა დამიჯერეთ რომ ვიცანი რომ ავთენტური იყო, თუ რატომ ეს ცალკე ისტორია. ნუ მუშაობდა აშკარად თან ეთყობოდა რომ საქმიანი მანდილოსანი იყო, მუშაობდა, წინ ლეპტოპი ქონდა გახსნილი და კალმით აკეთებდა მონახაზებდა. ეს კალამი იყო რომელიც, იტყორეს აი ბიგიც არა რა, აი ის რომ არის 20 თეთრიანი რაღაც. მეთქი ეხა ხო შევიდე, მაგრამ მეთქი რომ შევიდე არ გამომაგდონ იქიდან და ნუ მოკლედ, მაგრამ იმდენად ცუდი შესახედავ, ნუ ჩემთვის დავიტოვე რა. თან ეხლა რა უნდა მეთქო, ვერც დავალაგე კარგად, მაგრამ აი გააუფასურა ყველაფერი, ხვდები? იმიტომ რომ რეალურად ხო ეს ტრენდიც არის, რომ როდესაც რაღაცა კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობ, აუცილებლად გჭირდება რაღაც აქსესუარი, ნუ გჭირდება რა, იყენებ, გინდა თუ არა, ხო? იმ სოციუმში ერევი და იყენებ, ნუ კარგი საათი უკეთია შენ, სიტყვაზე უფრო შენს გინდა რომ რაღაცა კარგი საათი გეკეთოს, მე უკვე აქსესუარებზე გადადიხარ იქ არ ვიცი საფულე კიდე იმდენად არ ჩას, მაგრამ საფულეც აქსესუარი არის და კალამიც და ეს კალამმა არ უნდა ანუ იმ ბუკეტს კრავს რეალურად, რომელი ბუკეტიც აუცილებლობად იქცა რა. ხო და თან ბევრად დემოკრატიულია რა, იმიტომ რომ აი მაგალითად პირობითად ვამბობ რა, ბევრად ძვირს იხდი MacBook-ში. ან არსებობენ ადამიანები, რომლებიც MacBook-ს ყიდულობენ, იმიტომ რომ აი ეს შეიკრან რა, ეხა მე ფეხებზე მკიდია რაღაც ფონჩი, არ ვაფშე არ მაქვს რა ეგ დამოკიდებულება ზოგადად ნივთების მიმართ, მაგრამ თუ ამას ესე უყურებ რა და ესე ხარ რომ მაგარი საათი გიკეთია, მაგარი ლეპტოპი გაქვს, რაღაცა ამ ბუკეტს კრავ რა, უცბად აი იქ მართლა აუფასურებს ყველაფერს. ხო და ეგ არის უბრალოდ, თორე მე ზოგადად არ უყურებ ეხა ეგრე რა, შენ ხარ როგორც აღწერე, ჩემთვის ეგრე არის რომ მიყვარს კალამი იმ კონკრეტული რაღაცების გამო რა, მაგრამ თუ ამას აქცევ ყურადღებას, მაშინ ეს კულტურაც უნდა იყოს, რომ რაში წერ და რითი წერ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ეს შესაბამისობა რაღაცების ერთმანეთთან, ხო და ესეც არის ხოლმე რა ჩვენი წუხილი ზოგადად, რომ ერკვეოდნენ რა ადამიანები. ხო და ბევრად დემოკრატიულია თქო რა, ეგ მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ სიტყვაზე 500 ლარად შეიძლება ისეთი კარგი კალამი გქონდეს რა, რომ აი ნუ ეს ყველაფერი შეკრა ძალიან ლამაზად და საერთოდ აღარ გქონდეს ეგ პრობლემა რა და სხვა ნივთები ბევრად ძვირი რა, კარგი საათი ბევრად ძვირი ღირს რა, ბევრად რთული არის რომ სწორი საათი იყიდო, ვიდრე სწორი კალამი იყიდო რა. და აი ზუსტად ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ცოდნის რა, ისი გაზიარებაც ჩვენ გვინდა რომ შეგიძლია რომ თუ კარგად ერკვევი და სწორი ინფორმაცია გაქვს რა, ისე კარგად შეკრა ეს ყველაფერი რომ არც ძალიან ძვირი არ დაგიჯდება სინამდვილეში რა. კი, თან საქმიანი კუთხით კალამი აუცილებლად გჭირდება რა. ჩვენ გქონია ახლა მაგალითად ეგეთი кейსი, ერთხელ მართალია სულ ერთხელ, მაგრამ მქონდა რომ მოვიდა ჩვენი თანამშრომელი ფირო რომ მუშაობდა მაშინ და ნუ ეს სამსახურში დამაწინაურეს და რამე კარგი კალამი მიდა. აი ესეთი ის. და ნუ შეურჩიეთ რა თქმა უნდა. ვერც დიდად გაერკვა, ანუ მე ჩაურღმავდა რა თქმა უნდა და ნუ გავერკვევიო, მაგრამ რეალურად ხო რა, იმიტომ შეიძლება რომ დაწინაურდა და ამით კიდევ პრეზენტ ხო
კაცია რომ გააკეთოს, ხო, სამომავლოდ, ხო, სტატუსის მიმართულებით რა. იმიტომ რომ ეს ხო ძალსახად სხვა თემა არის, მაგას არ შევყვები, მაგრამ იგივე საათი, იგივე კალამი, აქსესუარები რაც გაქვს, თავის გაყიდვა გააჩნია საათ, ოღონდ, ხო? ეხლა ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი მეგობარი ამბობდა, რომ ყოფილა შეხვედრები შევსულვარ და Rolex-ის საათი მომიხსნია ხელიდანო რა, იმიტომ რომ იქ ვიცოდი, რომ ისეთი საათებით უნდა მჯდარიყვნენ, რომ ჩემი რაღაცა 20,000-იანი Rolex-ი იქ იქნებოდა რაღაც ისო რა. ხო, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 20,000-იანი Rolex-ი, ანუ შეიძლება მოიხსნა ხელიდან რა, მაგრამ $800-იან პირობითად Montblanc არ მოიხსნის, ანუ ჯიბიდან ხო ხდება. აი ეგ არის ზუსტად განსხვავება, რომ კალამი ბევრად დემოკრატიული ტიპია და ბევრად უფრო იაფად შეგიძლია თუ სწორად იცი რაღაც თემა რა კალამი გქონდეს რა და შეიძლება ერთი კალამი გქონდეს და ეს ერთი კალამი ძალიან ზუსტად წარმოადგენდეს შენი ცხოვრების წესს, შენი წერის კულტურას და ასე შემდეგ რა და ამიტომ მიყვარს მე და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ გავაზიარო რა ეს რომ არ არის რა სინამდვილეში ეგრე რომ არც სნობიზმი არ არის ობიექტურად სასიამოვნო ტიპია რა აი ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი ხო აი ციფრულმა ეპოქამ რა მოიტანა რომ ადამიანი აი ყველა მიცის ხოლმე ეგრევე ჩემთან მაგკამათში წასვლა რომ ეს უფრო მოსახერხებელია notes ტელეფონში უფრო მარტივად წერ ტელეფონში რომ ვინიშნავ რავი შეტყობინება მომდის რომ ნახევარსაათში და მაგაში საერთოდ არ შევდივარ მე რა ანუ მე მაგის მტკიცებას არ ვაპირებ რომ რავი ბლოკნოტი არ დაგირეკავს შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე მაგრამ მე რასაც ვამტკიცებ არის ის რომ ხელით წერა უბრალოდ აი რიტუალად რო დანერგო და ჩემივე გამოცდილებას ვამბობ. ეს ოღონდ არა როგორც მწერლის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წერილური გამოცდილება სხვა არის და მე ხო ადამიანიც ვარ პროფესიის მიღმა რა და როგორც შენ გჭირდება დაგეგმვა და შენ ცხოვრობ, ისევ ცხოვრობ, ხო მეც. და აი მაგ ნაწილში ჩემთვის ეს არის თერაპია. აი ძალიან ბევრი პრობლემა გადამალახინა ცხოვრებაში, მათ შორის დამეხმარა სკროლვაზე დამოკიდებულების დაძლევაში, უბრალოდ იმ რიტუალმა რო დილით ტელეფონს არ ვკიდებ ხელს და ჯერ ქაღალდზე გეგმავ დღეს რა და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ კი ჩემი ბლოკნოტი ნამდვილად არ მირეკავს და შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე მაგრამ შეხვედრას რომელსაც ბლოკნოტში ვინიშნავ არასოდეს არ მავიწყდებ და ეგ არის ზუსტად ანუ ეგ მუშაობს რა და ეგ არის მთელი სარგებლობა კი რატომ არის თან ბავშვებშიც ხო დაბალ კლასებში რომ გამოწერით ასწავლეს მასწავლებელი რომ ერთი სიტყვა უნდა გამოწერო რაღაცა არ ვიცი 20 ჯერ ან ერთი ხაზი შევცო ხო ანუ ეს ხო ცნობილი პრაქტიკა არის, ანუ ჩვენ არ მოგვიგონია რეალურად. არა და თან გერმანიაში მე ძალიან ის არის ჭავლურ კალმებს იყენებენ სკოლა. ანუ რა არის კიდე ძალიან ეგეც ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მეკითხები ხოლმე რა როგორ გამოვასწორო კალიგრაფია და ნუ მე გაკრული ხელი ზოგადად ძალიან ცუდი მქონდა ყოველთვის. და წლების განმავლობაში მეტნაკლებად გამოვისწორე კიდე ჭავლური კალმებით, მაგრამ თემა რა არის, როცა ბავშვობაში ჭავლური კალმით სწავლობს ბავშვი წერას რა ხელი სწავლობს ასოების მოხაზულობას. თქვენ ვერ ხვდებით, აი ვინც არ იყენებს ჭავლურ კალამს, ისინი ვერ ხვდებიან ბურთულიანი კალამი, როგორი ცუდი საწერი ინსტრუმენტია რეალურად, როგორ დარბის ფურცელზე, როგორ ვერ აკონტროლებ ხელს რა და პატარა რო ხარ და რო სწავლობს, ჩათვალ რომ ხელი მოხაზულობას ვერ სწავლობს. და ამიტომ გაკრული ხელი აუცილებლად ცუდი გექნება რა. და მაგიტო გერმანიაში მაგალითად ძალიან აქტიურად იყენებენ ხოლმე საწყის კლასებში ჭავლური კალმით წერას რომ კარგი კალიგრაფია ჩამოუყალიბდეს ბავშვს. პირდაპირ კავშირში. ჩვენთანაც ხო არის სკოლები პრინციპში, რადგან მივესალმებით რა ხო. კი, ძალიან. მე ყველას ურჩევ. აი, მე ჩემ დიშულს ეხა მივიდა სკოლაში და ვაჩუქე მაგალითად ჭავლური კალამი, მაგიტო სპეციალურად პელიკანს აქვს საბავშვო ხაზი. და ნუ აი პირველ კლასისთვის იდეალურია რა. და ზუსტად ვიცი რომ იმით რომ ისწავლის ამ მოხაზვას ხელს ეცოდნება და მე ხელმა როცა იცის მოხაზულობა გაკრული ხელიც, ნუ გაკრული ხელი არავის არ აქვს ეხა ესეთი რა. კალიგრაფიული შედევრი, მაგრამ ბევრად უკეთესია და კითხვადია რა მე. კი. ეგ ამბავიც არის. კი და რაც მინდა რეალურად კიდევ დავამატო, რაც დავიწყე წერან. გავიდე ბოლოში, არა როგორ. პირიქით ესე ვარ ხოლმე ჩვენ ხო იცით, მაგრამ იქიდან აქ და მე მაინც უკან ბრუნდებთ. რომ რეალურად იმდენად ღრმა არის ეს სფერო, რაზეც ჩვენ ხა ამ გადაცემას ვიწყებთ. და პოდკასტი რომ არ დავარქვათ და გადაცემაც რომ ერქვას თან ხო? ოკეი, ერქვას. არა, საწინააღმდეგო. რეალურად არის ძალიან ღრმა. ანუ აქ აღმოვაჩენთ იმდენ კალამს, იმდენ ისტორიულ კალამს, იმდენ კარგ წერალ კალამს, იმდენ ცუდ კალამს, არ ვიცი, რა განიცადეს ბრენდენმა სხვადასხვა ეტაპებზე, რატომ უშვებენ საკოლექციო მოდელებს, რომელი მოდელებია
ასე ვთქვათ, რომელ მოდელებში ღირს ინვესტიციის ჩადება, რომ მივხვდეთ, რომ განსაზღვროთ დაუშვათ რა კალამი შეიძლება სამომავლოდ ღირებულებას და 1000 რამ, იმიტომ რომ დღეს ბაზარზე გვხვდება 10 ისეთი დიდი მწარმოებელი, რომლის ჩამოთვლაც ახლა შეგვიძლია, 10 ისეთი, საფეხურებით რო ჩავყვეთ, რომლებიც გვთავაზობენ 1000-ობით მოდელს, მათ შორის რეგულარულ, სპეციალურ გამოშვებას, ლიმიტურ, შეზღუდულ ვარიანტებს და ამ მიმართულებაში ასე ვთქვათ, ვეფლობით ყველა ჩვენ ვისაც ეს გვიყვარს, ხო? ჩვენ საქართველოში შეიძლება პროცენტულად ცოტანი ვართ, თუმცა ვართ და იმედია რომ ამ გადაცემის შემდეგ უფრო მეტნი გავხდებით დროთა განმავლობაში, მაგრამ რეალურად სოფლიოში რა ხდება, თორეს ახლა შენც იცი რა, სასწაული ხდება, იქ ხალხი დაძდებს მოდელებს, არ ვიცი, ის იმას აგროვებს, ეს ამას აგროვებს, იქ ცალკე. აი ჯერ მარტო Fountain Pen Network, ხო, ეს არის ფორუმი, რომელიც ეს არის ფორუმი, რომელიც არის ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფორუმი თელ ყველა მიმართულების ფორუმებს შორის რა. ის ინფორმაცია რაც იქ შეარდება. მე უბრალოდ თავიდან ეხა რომ დავიწყე, მე ხო დაახლოებით 15 წელია რაც შეპყრობილი ვარ კალმებით. შეიძლება 1 წლით ნაკლები. და რომ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, რომ გადავდი, რომ შევედი ერთხელ და 156-ის და 88 ნომრის შედარებას წერდა ერთ-ერთი მემბერი რა იქ. ესე იგი ვერ დასრულდა რა. ესე იგი ტიპი აღნიშნავდა თავსახურის მოხსნიდან ხრახმა რამდენი ბრუნი გააკეთა. ანუ მე რამდენი ბრუნი გააკეთა, რომ გუში ჩასულიყო ბოლომდე. მე რამდენი ბრუნი, მე ფურცელზე როგორ დაადო, მე ტომო რივერზე როგორი იყო, როდიაზე როგორი იყო, იქ როგორი გამოიტანა, აქ როგორი გამოიტანა და ნუ გავგიშდი და საერთოდ ამ ყველაფერს წერტილი დაესვა წელს, როდესაც ავრორას ქარხანაში ვიმყოფებოდი. იქ მოგიყევი, მაგრამ აქაც რო გავაჟღერო გავგიშდი ეს ფაქტი არ მბეზდება რომ მოუყვე. ესე იგი მეუბნება ეს წარმომადგენელი რომ 6 ფერის, ძირითადად 6 ფერის მელანი აქვს. ამ 6 ფერის მელანს ვაწარმოებთო. სათითაოდ ყველა ლურჯი ავიღოთ რა. ეს ლურჯი 6 თვე ინახება სიბნელეში, 6 თვე ინახება 40 გრადუსში, 6 თვე ინახება ყინვაში 20 გრადუსში, 6 თვე არ ვიცი რაღაცა ადგილები მითხრა პირდაღებული უსმენდი კარგად ვერც უმახსოვრებდი. 6 თვის მერე გამოდის ყველა მათგანი იწერება და თუ ყველა მათგანი ერთფერად წერს ისევ ტომო რივერის ფურცელზე. ეს უნდა აღვნიშნოთ და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ფურცელი, რომელსაც ყველაზე კარგად გამოაქვს მელნის ფერი. და თუ ყველა ერთნაირად წერს, მერე უშვებენ წარმოებაში. და ეს აქ არ მთავრდება. ერთ-ერთმა კორეელმა მომხმარებელმაო მოგწერა ამას წინათ მეილიო. თქვენი პოსტი შემხვდაო ამ მელნებზეო და მეც ეგრე გავაკეთეო თქვენსავე თუ შევიძინე ყველა მელანიო ისინი მოვაქციე ყველა იმ კონდიციაშიო და მეც დავწერეო და მართლები ყოფილხართო მართლა არის სპერსო. ანუ ესენი ხო გიჟები არიან, ორი აზრი არის, მაგრამ ის რა გიჟია ხვდები? არ მობეზდა და გააკეთა. ანუ ხო რომ თან შეამოწმა და თან თავის დაირწმუნა რომ ვახ ესენი მე პირადად შემიძლია ვთქვა, მე ვიყენებ ავრორას ლურჯ მელანს ყოველდღიურ დაგეგმვის ბლოკნოტებში და იდეალურია, მართლა იდეალურია. ანუ სხვანაირი ლურჯია ხო თან? სხვანაირი სიღრმე აქვს. ზოგადად აი კიდე ერთი დიდი ცალკე სიამოვნება არის მართლა ეს სხვა ფერის მელნები. ანუ კალმები ხო ერთია, მაგრამ აი მელნების ეს მრავალფეროვნება არის აი ცალკე უდიდესი სიამოვნება რა, რომ აი რამდენ ფერად და ის ლურჯი, აი ლურჯი რო უბრალოდ ლურჯი არ არის რა, თავის სიღრმეები რო აქვს და შეიდინგი აქვს და ტონალობები აქვს და ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ანუ მარტო ეგ არის ძალიან დიდი თერაპია რა, აი ყოველ დღე ამაში ყოფნა, რაღაც დროის დათმობა და საერთოდ არის კიდე აი რაც ჩვენ თანამედროვე სამყაროს ახასიათებს რა, არის ძალიან ბევრი შფოთვითი აშლილობები, რომელიც ნუ სკროლაზე დამოკიდებულება იწვევს, ან ჩვენი ტვინი არის ძალიან აჩქარებული, ნუ ტექნოლოგიებიდან გამომდინარე რა და წერა არის პროცესი, რომელიც შენ ტვინს ანელებს და აი აქ დაახლა ყოფნაში გეხმარება და ძალიან დიდი თერაპიული დატვირთვა აქვს. პირადი გამოსწრებით ვამბობ მაგას, იმიტომ რომ მე ვიყავი მისული პანიკურ შეტევებამდე და როცა უკვე აი რაღაცა დავსტაბილურდი, ასე ვთქვათ, წერა დამეხმარა შედეგის შენარჩუნებაში. ძალიან აი ყოველდღიური წერის გამოცდილება ძალიან დამეხმარა რა მაგაში, რომ აი აქ დაახლა ვიყო. და ეს წერა და კითხვა რეალურად რა. ნუ კითხვა მე ჩემ რეალობაში ყოველდღიურობაში ერთ პერიოდი დავნერგი აუდიო წიგნები რა,
რომელიც საკმაოდ კარგია, ხო, როდესაც რაღაც ისეთ საკეთებ, როცა ვერ კითხულობ, ყოველთვის კარგია, რომ რაღაც ინფორმაცია შეიძლება სრულად ვერ მოისმინო, მაგრამ ორ წინადადება დაიჭერ, კარგია. მაგრამ მივხვდი, რომ ეს წერა კითხვას ვერ ანაცვლებს რა. ვერანაირად. იგივეა რა, აი როგორც დიგიტალ ციფრულად წერა არ ვერ ანაცვლებს ხელით წერას, ეგრე არის რა. წიგნია. კი, იმიტომ რომ შენ კითხულობ და როგორც გინდა ისე კითხულობ. აუდიო როგორ არის? ხანდახან მინდოდა რომ ცოტა, ანუ ეს წერტილმძიმე შენელებულად რომ საუბრობს არ მომწონს სიტყვაზე, ააჩქარებ ისე ვერ მოდის და ეს კითხვა შენია რა. შენია და ვერავინ ვერ საქართველოს ესე რო ვთქვა. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რა. კითხვაშიც და წერაშიც და სხვათა შორის კითხვაშიც ბევრი ადამიანი როცა ამბობს ხოლმე მე ხა ძალიან ხშირად მეუბნევიან მაგას რომ აი ვეღარ ვკითხულობ წიგნებს რა და სიამოვნებაში მაგის უკანაც დგას ეგ მიზეზი რა იმიტომ რომ ტექსტიც რო წაიკითხო გჭირდება რომ შენელდე ცოტა ეხა ძალიან გიჟურ ტემპში ვართ რა ანუ იმდენად ჩქარ აი სკროლო არის კატასტროფა რა ეგეთი სისწრაფით ინფორმაციის მიღებისთვის ანუ ჩვენი ტვინი არ არის რა რეალურად მზად და არ არის ადაპტირებული და რო სკროლავ მე უცბად ტექსტზე რო გადადიხარ, ანუ ეს გადახტომა ძალიან რთულია და ბევრ ადამიანს უჭირს რა უკვე კითხვის პრობლემა ჩდება ხშირ შემთხვევაში მაგ ტემპიდან რა და ზოგადად ამ ტემპიდან ამოვარდნა და აი აქ და ახლა ყოფნა და აი კითხვა, წერა, ეს ყველაფერი ძალიან გეხმარება რა და გარდა აი ამ სიამოვნებისა და იმისა აქ თერაპიული ფუნქციაც და მოკლედ მელნებზეც, ფურცლებზეც და კალმებზეც ამ როგორც სანდრომ და თქვა გადაცემაში ვილაპარაკებთ ხოლმე აქტიურად და ეს იქნება ჩვენი თემა. გვეყოლება სტუმრები? თან არა მიკერძოებულად ესეც. ხო, ეგ უნდა ვთქვათ, რომ სპონსორები ვართ ჩვენ ინგრეივერი და მანუსკრიპტი, მაგრამ ზოგადად ჩვენ არ უყურებთ ესე და ამაზე ბევრი გვილაპარაკია მე და სანდროს, ანუ არავის არ აღვიქვავთ ჩვენ რაღაცა კონკურენტებად და ვთვლით, რომ ერთ საქმეს ვემსახურებთ. ამიტომ ჩვენ ვილაპარაკებთ ყველაფერზე, პელიკანზეც, პილოტზეც, რავი, მონბლანზეც, ანუ ნიშნობა არ აქვს რა, ამას რაღაც ჩვენი ბიზნესია თუ არ არის ჩვენი ბიზნესი, იმიტომ რომ ყველა ვისაც კალმით წერა უყვარს და ეს არის ჩვენიანი ასე ვთქვათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და ისედაც როცა ადამიანები გვეკითხებიან ხოლმე ხა მე ძალიან ხშირად მირჩევია სხვა ბრენდის ბლოკნოტი და მithქვამს რომ აი ეს გამოიყენე იმიტომ რომ კარგია ვთქვათ და შენი ცხოვრების წესზე შეიძლება უფრო მეტად მორგებული იყოს ვიდრე მანუსკრიპტი დაუშვათ და ოკეია რა ეგ და ისევე კალამიც რა ხა სანდრო ძალიან ხშირად სანდროს ძალიან უყვარს მონბლანი ხა ჩაუშვით და ძალიან ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე ნუ მეც მონბლანი ძალიან მიყვარს. კი, მონბლანი როგორი კალამია ხო რეალურად ყველას რო შეუძლია რომ კონდეს. კი, ძალიან მაგიტო ამბობ რა, ჩემთვის კალმები არის ძალიან დემოკრატიული სამყარო. იმასაც შეიძლება კონდეს ვინც საერთოდ კალამი არ იცის და იმასაც შეიძლება კონდეს ვინც ყველაზე კარგად იცის კალამი. ხო, აი ცოტა რა არის, მონბლანს რო იღებს ტიპი რა, აი ცოტა როლექსივით არის, ხო ხტები. ან ვაფშე არ იცის და პროსტა მონბლანი გაუგია და ამიტომ აქვს. ან პირიქით რა უყვარს, აი შუაში ძალიან ძნელია რომ შემთხვევით ჩაგივარდეს მონბლანი ხელში რა. აი რაღაც ეგეთი კალამია, ან არ იცი და უბრალოდ აი ბრენდს ყიდულობ, ან გიყვარს, იცი რატო გიყვარს და მაგიტო გაქვს. კი. და რეალურად ახლა უხეშად არ გამომევიდეს საათების მოყურულებთან, ხო? ახლა პატეკ ფილიპი გაცილებით დიდი ბრენდია ვიდრე როლექსი. ანუ საათის მცოდნე უმეტესად თვითონ მე საათებს, ნამდვილ საათის მელომანებს ვერც კი დაუყენებ რა გვერდი-გვერდი, ვერც ერთ როლექსსაც აქვს ძალიან ზურიანი გამოშვებები ედიშენები, ძალიან ზურიანი. მაგრამ როგორც საათის მელომანს პატეკ ფილიპი ყოველთვის ურჩევნია, ხო? ამიტომაც როგორც კი საათებში უკვე ასე ვთქვათ ტიპი ერკვევა, აუცილებლად მიანიჭებს ამ ბრენდს რა ხანმა და არც ერთს არ ვაკნინებთ რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. მაგრამ მონბლანში ნახე როგორ ხდება, მონბლანმა შეძლო ერთდროულად როლექსიც იყოს და პატეკ ფილიპიც რა. ხო, აი გარი რა. ანუ ორივე მოახერხა ერთდროულად. ანუ აფსაც შეუძლია იყოს და რაღაც hard rock-იც რა ესე რო ვთქვათ რა, ანუ ორივეა რა. ხო, მაგრამ ეს მარტო მონბლანი მეორე გადაცემა გვაქვს მონბლანზე ჩავ. ხო, მონბლანი. ეხა ნუ გავხარჯავ თან ცოდნას, იმიტომ რომ არა, ეს იმიტომ აღვნიშნე რომ დაბოლოება ის იყო, რომ ეხა ავრორა, როდესაც გიჭირავს, აქ უკვე კალმებში ერკვევი რა. კი. ავრორა 88 მაგალითად თუ გააქვს, ანუ თუ 88 გამიძრო ტიპმა, ვიცი რომ იმან კალმები იცის, აი ეგ არის. მაგრამ მომალის 156 რო გაგიძრო, შეიძლება ბოლომდე ანუ რამდენიმე კითხვა დაგჭირდეს, რომ აბა ხო, მიხვდე რომ იცის თუ არ იცის. ეგ არის, მაგას გულს. მაგრამ ზოგადად ჩემი გამოცდილებით ეგეც არის, რომ ამ კალამს რო იღებ, მაგალითად შეხვედრაზე, აუცილებლად იწვევს და
დაინტერესებას და იმას რა ქვია ინტერაქციაში შემოსვლას რა ადამიანების და ეგეც ძალიან მაგარი მომენტია ხოლმე რომ ანუ შეიძლება რაღაც დუნეთ მიდიოდეს ყველაფერი და უცბად ამ კალმით როგორც კი დაიწყებ ეგრევე რაღაცა მეგობრული ატმოსფერო იქმნება რა ამიტომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ყველაფრის მე მგონი ძალიან საერთოდ მე და სანდრო რო ვიწყებთ ხოლმე ლაპარაკს ძირითადად ყველა მიდის და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ 7 საათი გაუჩერებლად სანამ ვინმე არ შეგვაწყვეტინებს და ეხაც იგივე რო არ დაგვემართოს მოდი ეხლა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა მოკლედ კიდევ ერთხელ გამარჯობა ხალხო ეს იქნება გადაცემა კალმებზე წერაზე შთაგონებაზე ჩვენ ქვია შთამაგონებელი პოდკასტი ესე გადავწყვიტეთ იმიტომ რომ ბევრი სტუმარი გვეყოლება რომლებიც თავის შთაგონებაზე მოგვიყვება ხოლმე მოგვიყვებიან ხოლმე და იმედია ეს ყველაფერი იქნება ინსპირაცია თქვენთვისაც თქვენ ცხოვრებაში იმისთვის რომ გაბედოთ და რასაც ვერ ბედავთ ის გაბედოთ და პირველი ნაბიჯები გადადგათ მნიშვნელობა არ აქვს წერის მიმართულებით დადგმის მიმართულებით თუ ბიზნესის მიმართულებით ჩვენი მუღამი არის რომ რაღაცნაირად ვუბიძგოთ ადამიანებს მეტი გაბედულობისკენ მადლობა კაფე სამკაულს რომელიც მდებარეობს ქალაქის თეატრის წინ ცეხის ეზოში რომელიც გვასპინძლობს და სხვა დროსაც აქ ვიქნებით ხოლმე ძალიან გემრიელი ყავა ეს ცალკე უნდა აღვნიშნო აქ და ნუ მადლობა ინგრეივერს და მანუსკრიპტს ანუ ჩვენივე თავებს რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს რომ კიდე ვილაპარაკოთ და მადლობა ჩვენ გუნდს რომელიც ეხა კამერების უკან დგას და ამ ყველაფერს იღებს და გვიძლებს და არ გამოგვირდეს და არ გვეჩხუბნენ რომ რებზე ბოდავთ არ წავიდნენ კარგად არ წავიდნენ კი ბატონო მომავალ შეხვედრამდე